მოგესალმებით მეგობრებო, მოგიკითხავთ დიდი სიყვარულით. მადლობას გადაგიხდით თითოეულ თქვენგანს იმისთვის, რომ ხართ ამ არხზე, იმისთვის, რომ გამოდიხართ უკავშირზე და გეტყვით, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მე ვიგებ ამით, რამდენად მნიშვნელოვანია ჩემი საჯარო გაშლები თქვენთვის. დღეს კი მე მინდა გავაკეთო თქვენთვის საჯარო გაშლა, რა ხდება ჩაფიქრებული ადამიანის გულში და გონებაში. გაშლას გავაკეთებ ორ ვარიანტად, მე კი გეტყვით, რომ ბალანსისთვის ნამდვილად აუცილებელია გამოხვიდეთ უკავშირზე, დააფიქსიროთ თქვენი აზრი და მომაწოდოთ იდეები, რაზე გსურთ შემდეგი გაშლები გავაკეთოთ. მადლობა იმ ადამიანებს, ვინც მოდიხართ პირად გაშლებზე ნდობისთვის. ეს ნდობა ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი მხრიდან ჩემთვის და ვცდილობ გავამართლოთ თქვენი ნდობა. პირად გაშლაზე შეგიძლიათ მითითებულ ნომერზე მომწეროთ WhatsApp-ზე. გავაკეთოთ გაშლა ორ ვარიანტად. პირველი ვარიანტი იქნება აი ეს წყვილი, მეორე ვარიანტი იქნება აი ეს ქალბატონი. კონცენტრირება მოახდინეთ პირველი და მეორე ვარიანტი. რომელი ვარიანტიც მიგიზიდავთ, ის იქნება თქვენი ვარიანტი და მე დავიწყებ პირველი ვარიანტით. მოგესალმებით პირველებო, მეორე ვარიანტი გადავდოთ გვერდზე და პირველებო. მოდი პირველ რიგში ნახოთ, რა ხდება ამ ადამიანის ცხოვრებაში, ზოგადად მის ცხოვრებაში რა ხდება. მის ცხოვრებაში, მეგობრებო, არის სწრაფვა წინსვლისთვის, სწრაფვა ბედნიერებისთვის, სწრაფვა წარმატებისთვის. ეს ადამიანი გახლავთ ძალიან მოუსვენარი, დაუდეგარი და მუდმივად პროგრესირებადი ადამიანი, რომელიც მისწრაფის წარმატებისკენ. შეიძლება ეს ადამიანი იყოს ტრანსპორტზე დამოკიდებული, ან იყოს მძღოლი, ან ხშირად უწევდეს გამგზავრება, გადაადგილება ქვეყნიდან ქვეყანაში, ან ასევე ქალაქიდან ქალაქში და იყოს ძალიან კარგი მძღოლი ასევე. და შეიძლება პროფესიაც კი იყოს ამ ადამიანისთვის მძღოლობა. მაგრამ გეტყვით, რომ ძალიან პროგრესირებადი ადამიანია, ვისაც ახლა თქვენ უყურებთ. მოდი ვნახოთ, რა ხდება ახლა თქვენ შორის. რა ხდება თქვენ შორის ახლა და ამჟამად. საკმაოდ გაურკვეველი სიტუაცია, მეგობრებო. შეიძლება ბევრს მუშაობთ იმისთვის, რომ და ბევრს ცდილობთ, რომ გარკვიოთ რა ხდება, რატომ ხდება ეს, რაც ხდება. შეიძლება თქვენი ურთიერთობა იყოს ციკლური ხასიათის, რომ იყოთ ხანდახან ძალიან კარგად ერთად, მაგრამ უცებ იცვლებოდეს სიტუაცია და ფიქრობდეთ ამ ადამიანს სამთვარეულო ხომ არ ჭირს, როგორ უცებ შეიცვალა ხასიათი და დამოკიდებულება ჩემს მიმართო, მაგრამ თქვენ შორის ხდება რაღაც გაურკვეველი, რომელსაც ახსნა არ აქვს და ხანდახან ეს ადამიანი შეიძლება მხოლოდ საკუთარ თავს აყენებდეს პირველ პლანზე და მხოლოდ საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე იკეტებოდეს და შეიძლება ფიქრობთ, რომ ორიენტირებულია მხოლოდ სამსახურზე და თავის ფინანსურ ენერგიებზე. თუ გეცნოთ სიტუაცია, პირველებო განაგრძეთ ყურება და მოდი ვიკითხოთ, რა ხდება პირველ რიგში მის გონებაში. რა ხდება მის გონებაში ახლა და ამჟამად. რა ხდება მის გონებაში.
მეგობრებო, ეს ადამიანი გონებით აცნობიერებს, რომ ძალიან მტკივნეულ პერიოდს გადის, იმედი გაუცრუვდა და გულნატკენია საკმაოდ თავის გონებაში ეძებს გზებს აქედან გამოსასვლელს, მაგრამ სანამ აი ამ გზების მოძიებაზე გადავა, პირველ რიგში ძალებს იკრებს, რომ აი გამოვიდეს აი ამ იმედგაცრუებული და ძალიან მტანჯველი სიტუაციიდან, სადაც ის ახლა იმყოფება. გეტყვით, რომ გონებრივადაც ამ ადამიანს ძალიან უჭირს აქედან გამოსვლა და კონცენტრირების მოხდენა რაღაც ახალზე. ეს ახალი გზა შეიძლება უკავშირდებოდეს თქვენთან შეხვედრას, ან ახალი გზების მოძიებას, როგორ მოვიდეს თქვენამდე, მაგრამ შეიძლება იყოს აბსოლუტურად სხვა გზა და ცდილობდეს აი ამ იმედგაცრუებიდან მოიპოვოს რაიმე გამოსავალი. ნახოთ მის გულში რა ხდება. რა ხდება ამ ადამიანის გულში? არ ამჟღავნებს, მეგობრებო, ეს ადამიანი იმას, რომ ელოდება, არ ამჟღავნებს, რომ ელოდება რაღაცას. ეს მეგობრებო, შეიძლება ელოდებოდეს თქვენგან კომუნიკაციას, ან თქვენგან პირველ ნაბიჯს. ნახოთ, რას ელოდება ეს ადამიანი, თუმცა ამას არ ამჟღავნებს, მეგობრებო. რა ხდება მის გულში, რას ელის? რას ელის ეს ადამიანი, მეგობრებო, მიუხედავად იმის, რომ ეს ადამიანი ძალიან გულნატკენია, ელის თუნდაც კომუნიკაციას თქვენგან, თუნდაც ეს იყოს ბრაზის ელემენტები, თუნდაც არასასიამოვნო წერილი თქვენგან, SMS-ი თქვენგან, რომელიც თulis რომ აი შეიძლება თუნდაც აი ამ თქვენი ბრაზის ამოთქმით და კომუნიკაციით ისევ შეძლებს აი იმ ძველი ბედნიერების დაბრუნებას, რაც თქვენ უკვე გქონდათ. რადგან თითქოს ეს ადამიანი მაინც არაჯანსაღად დამოკიდებულია აი იმ კომუნიკაციაზე, რასაც ელის თქვენგან. თითქოს ამ ადამიანისთვის ერთგვარი ენერგიის მიღებასავით არის თქვენგან აი ეს კომუნიკაცია. ეს ადამიანი თქვენგან იღებს ენერგიას, თუნდაც არაჯანსაღი იყოს თქვენი კომუნიკაცია მასთან, ან იყოს უბრალოდ ბრაზის და ემოციური სიტყვების გამოხატულება ან მოქმედებები. რა არის ამ ადამიანის გულში? ეს ადამიანი ფიქრობს, რომ უსამართლობა იყო აი ეს ჩიხი, რაც არის თქვენ შორის და წასვლა ურთიერთობიდან. შეიძლება არ ხართ ახლა ურთიერთობაში, მეგობრებო, და შეიძლება თქვენ წახვედით და შეიძლება ის წავიდა უბრალოდ ბევრი ხართ და ეს თქვენ კონკრეტულ სიტუაციას მოარგეთ, მაგრამ ეს ადამიანი მიიჩნევს, რომ უსამართლობაა აი ამ ჩიხში ყოფნა, სადაც თქვენ ორივენი იმყოფებით. რა არის მის გულში? არის აპათია, ნერვიულობა წარსულზე, თითქოს ნერვიულობა იმაზე, რომ აი შანსი არ არის და აი იმ ტკბილი ენერგიებს ვერ ელება, რაც თქვენ გიკავშირდებით და თქვენ ამ ადამიანისთვის ემოციური სისავსის გრძნობა მოჰქონდათ, ემოციურად ძალიან ტკბილი ენერგიების მატარებელი ქალბატონები ხართ და ეს ამ ადამიანის გულში არის სინანული იმის გამო, რომ ვეღარ ხედავს გზას, რომ მოვიდეს თქვენამდე, თუმცა ეძებს აი ამ მოსასვლელ გზებს. გონებაში რა არის ამ ადამიანის? მიუხედავად იმის, რომ დაინგრა თქვენ შორის, რაღაც გაწყდა, რაღაც დასრულდა და ეს ძალიან მტკივნეული იყო ამ ადამიანის გონებაში, თქვენ შეიძლება აი ეს
მანძილი, რაც თქვენ შორის არის ამ ადამიანისთვის, ხართ ვარსკვლავი, რომელსაც ვერ წვდება შორს ხართ, მაგრამ ეს ადამიანი უკვე ფიქრობს, რომ ეს იყო გაკვეთილი სწორედ მის ცხოვრებაში. ეს გახლდათ პირველი ვარიანტი, მეგობრებო, და პირველებო, მე გთხოვთ, გამოხვიდეთ უკავშირზე და დამიწეროთ კომენტარებში, რამდენად რეზონირდა ეს ყველაფერი თქვენთვის. და ნახოთ მეორე ვარიანტი, ვინც ეს ქალბატონი აირჩიეთ და ნახოთ, რა ხდება იმ ადამიანის ცხოვრებაში, ვისაც თქვენ უყურებთ ახლა, ვინც თქვენ ჩაიფიქრეთ. რა ხდება იმ ადამიანის ცხოვრებაში? ზოგადად რა ხდება ამ ადამიანის ცხოვრებაში? ეს ადამიანი დგას არჩევანის წინაშე. არჩევანი არის საკმაოდ რთული არჩევანის წინაშე. და ემოციურად არ არის ეს ადამიანი კარგად, რადგან არჩევანის წინაშე შეიძლება ეს არჩევანი უკავშირდებოდეს თქვენ და თავის საყვარელ საქმეს, შეიძლება უკავშირდებოდეს ორ ადამიანს, არ ვიცი, მოდი დავაკონკრეტოთ, რას ეხება ეს არჩევანი. მეგობრებო, თქვენ ხომ არ ხართ, თქვენი არჩევანი ხომ არ აწუხებს, იქნებ თქვენ ვერ გააკეთეთ არჩევანი ამ ადამიანს და სხვა ადამიანს შორის, ან რაღაც სიტუაციას და ამ ადამიანს შორის. მოკლედ, მეგობრებო, რადგან საჯარო გაშლა, ძალიან გთხოვთ, მოირგოთ თქვენზე. რას ეხება ეს არჩევანი? მეგობრებო, შეიძლება აქ თქვენ შორის ასაკობრივი სხვაობაც იყოს, ან პატარა იყოთ ამ ადამიანზე, ან თვითონ იყოს პატარა თქვენზე და სწორედ არჩევანი ამას უკავშირდებოდეს. შეიძლება ეს ადამიანი ძალიან ისეთი იყოს მაღალ საფეხურზე მდგომი, ან თქვენი უფროსი იყოს, ზემდგომი იყოს, ან მასწავლებელი, ან ლექტორი, არ ვიცი, შეიძლება ძალიან ისეთი იყოს, როგორ გითხრათ, ეს ადამიანი იყოს ძალიან ტრადიციების მოყვარული, რომელიც პატივსცემს ტრადიციებს და სწორედ ეს ასაკობრივი ზღვარი ცოტა აბნევს და არჩევანის გაკეთებას უზღუდავს და არ იცის შეინარჩუნოს თუ არა ის სიტუაცია, რაც ხდება ახლა და ძალიან ანერვიულებს ამ ადამიანს, რადგან უნდა თან თქვენი შენარჩუნება, მაგრამ თან არჩევანის წინაშე დგას. მოკლედ, ძალიან ბევრი ვარიანტები წამოვიდა და აქ თქვენ უნდა გააკეთოთ სწორედ, აიღოთ თქვენი მინიშნება აქედან რომელია. მოდი ვნახოთ, თქვენ შორის რა ხდება. ურთიერთობა, მეგობრებო, არც იქით რომ არის, არც აქეთ, მაგრამ რაღაც ახალი გზების მოძიებაში ხართ თითქოს, შეიძლება უბრალოდ მანძილი იყოს თქვენ შორის და ურთიერთობა არ იყოს დასრულებული, მაგრამ იყოს მანძილი და იყოს საზღვარგარეთ ადამიანი, ან თქვენი იყოთ სხვა ქვეყანაში და იყოს, იცით, როგორი სწორხაზოვანი, რომ ურთიერთობა არც ვითარდება და არც სრულდება და მუდმივად გაურკვევლად ხართ, არ იცით, წინ წავა ურთიერთობა თუ დაპაუზდება. მოკლედ, სწორხაზოვანი ურთიერთობა აქ. მოდი ვნახოთ, რა ხდება ამ ადამიანის გონებაში.
მეგობრებო, არჩევანი შეიძლება უკავშირდებოდეს ოჯახსაც, თუ ეს მამაკაცი დაოჯახებულია და შეიძლება აქ მეუღლეს ვუყურებდეთ და გონებაში ეს ადამიანი ფიქრობდეს, რომ რეალურად დასრულებული აქვს ურთიერთობა მეუღლესთან, ან ფიქრობს, რომ დაასრულოს იქ ურთიერთობა და აი ამ ჭიდილში იყოს და აი ეს არჩევანი სწორედ იმას უკავშირდებოდეს, რადგან ეს ადამიანი ფიქრობს, რომ მიეცა ახალი შანსი იმისთვის, რომ შეიგრძნოს ახალი ემოციები და სწორედ აი ამ ემოციების სისავსეში და ახალ ეტაპზე გადასვლაში უშლიდეს ის, რომ რეალურად ყავს ოფიციალური მეუღლე, რომელთანაც უკვე თითქოს სრულდება ურთიერთობა, ან ფორმალურადღა მხოლოდ ურთიერთობა, რადგან იქ უკვე თითქმის დასრულებულია ყველაფერი. რა ხდება ამ ადამიანის გულში? კი, მეგობრებო, აქ გამოიკვეთა, რომ ნამდვილად არის მესამე ადამიანი და სამკუთხედს უყურებთ ახლა ჩვენ აქ. სურს დაასრულოს, გულშიც სურს დაასრულოს ის ძველი ურთიერთობა ამ ადამიანმა, სადაც იყო, სადაც უკვე აღარ არის სისავსე, რაც ნამდვილად უნდა იყოს ორ ადამიანს შორის, მაგრამ რა ყოფნებს ამ ადამიანს? გაჩერებულია, რადგან შესაფერის მომენტს ეძებს ეს ადამიანი, რომ თითქოს არ უნდა რომ გაიპაროს ამ ურთიერთობიდან, მაგრამ რაღაც მიზეზს თითქოს აქ ცოტა ისეთი არაჯანსაღი ენერგიები წამოვიდა, თითქოს რაღაც მიზეზს ეძებს, რომ არ გააკეთოს აფიშირება იმაზე, რომ რეალურად აი იმ ძველ ურთიერთობაში გრძნობები აღარ აქვს იმ მეუღლესთან და არ უნდა იმის აფიშირება, რომ გრძნობების სიმცირის გამო კი არ მოდის იმ ურთიერთობიდან, უნდა რომ სხვა მიზეზი მოიძიოს, რათა უფრო ნაკლებად მტკივნეული იყოს ეს ალბათ მეუღლესთვის და ეს ადამიანი რაღაც შორეულ მიზეზებს ეძებს, რომ წამოვიდეს იმ ძველი ურთიერთობიდან. პირდაპირ არ ამბობს ეს ადამიანი, პირდაპირ არ სურს უთხრას და დაასრულოს ურთიერთობა ოჯახში ამ ადამიანს. პირდაპირ თქმა უძნელდება, რა აქვს გულში თქვენს მიმართ? მოდი კიდევ დავაკონკრეტოთ. გულწრფელი ემოციები აქვს, მეგობრებო, გულწრფელი ემოციები აქვს თქვენს მიმართ და სურს, რომ გაღრმავდეს აი ეს გულწრფელი ემოციები, გადავიდეს უკვე სხვა ეტაპზე. მას რა სურს? როგორც კი, მეგობრებო, შეიძლება ეს ადამიანი ფინანსების მოძიებითაც არის დაკავებული, რადგან დაიწყოს ახალი ცხოვრება და ეძებს შანსს, რომ ფეხზე მყარად დადგეს, თუნდაც ფინანსების მხრივ, რათა დაიწყოს ის ახალი ურთიერთობა, უფრო სწორად ახალ ეტაპზე გადაიყვანოს ეს ურთიერთობა გულში. წყდება გული, რომ ვერ იღებს გადაწყვეტილებას და თითქოს რაღაც მომენტში თქვენთანაც ბარიერი აქვს დაწესებული და ვერ ავითარებს აი ამ ურთიერთობას, რადგან რაღაც არის, რასთან ბრძოლაც და ჭიდილიც უწევს ამ ადამიანს. ეს არის მეორე ვარიანტი, მე თქვენს დაგელოდებით კომენტარებში და მომავალ გაშლამდე დაგელოდებით აი აქ ამ არხზე დროებით და გემშვიდობებით.